ამ დღეს სწორედ გვეძლება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გავამახვილოთ საზოგადოების და რაც თავარია გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღება ბავშვთა უფლებებზე. ბავშვთა უფლებები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ცulis მთლიანად ბავშვთა აღქმას საზოგადოებაში თუ ადრე ბავშვები მიჩნეული იყვნენ ზრუნვის ობიექტებად მხოლოდ და მხოლოდ, როდესაც ყველა მიცოდა რა იყო მათთვის უკეთესი და არავინ არაფერს არ ეკითხებოდა ბავშვებს, სწორედ ბავშვის უფლებათა კონვენციამ და ბავშვთა უფლებების შედეგად შეიცვალა ბავშვის აღქმა და ბავშვები გახდნენ უკვე სუბიექტები, რომლებიც თვითონ არიან უკვე უფლებების მფლობელები და მათ უნდა მოусმინო ერთ-ერთი პრინციპი კონვენციის სწორედ ეს არის რომ მოусმინოთ მათ და ვკითხოთ მათ რა სურთ და რა აინტერესებთ და რა საჭიროებები აქვთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ სწორედ აღნიშნეთ და დღევანდელ მსოფლიოში სწორედ უფროსების მიღებული გადაწყვეტილებებით ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე და ბავშვებს აქ ნაკლები შესაძლებლობა ეძლებათ რომ თავიანთ ცხოვრებაზე მოახდინონ გადაწყვეტილება და აი ეს უნდა შეიცვალოს პირველ რიგში და დღეს ძალიან განსხვავებულად აღნიშნავს მთელი მსოფლიო ამ დღეს, იმიტომ რომ თუნდაც შარშანდელი წლიდან განსხვავებით დღეს წელევანდელი წელი და ეს 20 ნოემბერი ხვდებით როგორ სამყაროში, როდესაც არის ავტორიტარიზმის აღზევება, როდესაც დეჰუმანიზაცია, როდესაც დეზინფორმაციის ნაკადები მოემართება და ცulis მთლიანად ყველაფერს და მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვას და აი როდესაც უკუსულა ხდება ბავშვთა უფლებების დაცვაზე და სწორედ ჩვენ დღეს მთავარი მესიჯი UNICEF-ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება რომ არ დაუშვათ ბავშვის უფლებათა უკუსულა, დაცვის უკუსულა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ დაცული იყოს ბავშვთა უფლებები ყველგან და ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული და ამ დღეს სწორედ საუბრობთ იმაზე რატო არის მნიშვნელოვანი. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ამით იცვლება მთლიანად მთელი სისტემა, განათლების სისტემა, სოციალური დაცვის სისტემა, ჯანმრთელობის სისტემა, რომელიც და ბავშვი ხდება ცენტრში და ყველა ეს სისტემა იცავს ბავშვს რომ მან მისი უფლებები დაცული იყოს და მას შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება და მან შეიტანოს შემდგომ დოვლათი ამ ქვეყნის განვითარებაში. ხო, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ თუ ჩვენ ბავშვს მივცემთ იმის შესაძლებლობას რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მან შესაძლებლობა მოახდინოს რომ აი თავისი რეალიზაცია თავის მოახდინოს იმ უნარებით და იმ შესაძლებლობებით, შემდგომ ეს ბავშვი იქნება უკვე კვალიფიციური მუშახელი შრომით ბაზარზე, წარმატებული მოქალაქე და თვითონ შეიტანს უკვე დოვლათს ქვეყნის განვითარებაში და საზოგადოების განვითარებაში და ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ნორმალური ევროპული, ასე თქვა, ცივილიზებული საზოგადოება და ქვეყანა, ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ ბავშვის უფლებები დღეს იყოს დაცული. რა მოიაზრება ბავშვთა უფლებებში? რა განსხვავებაა ზოგადად ადამიანის უფლებებთან შედარებით ბავშვთა უფლებების ნაწილში? დიახ, სწორედ ამიტომაც გახდა აუცილებელი ცალკე უფლებების მიღება, იმიტომ რომ ბავშვი არის ბავშვის საჭიროებები და სპეციფიური საჭიროებებიდან გათვალისწინებით, იმიტომ რომ ბავშვი არის მოზარდი არსება, ის არის დაუცველი და მას აქვს ცალკე საჭიროებები, რომელიც განსხვავდება მოზრდილების საჭიროებებისაგან. ის არის დაუცველი, მას ჭირდება განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული პროგრამები და აქ მოიაზრება როგორც მთავარი 4 ძირითადი პრინციპი, ეს არის პირველ ყოვლისა არის დისკრიმინაციის დაუშვებლობა, რომ ყველანაირ უფლება ეხება ყველა ბავშვს ყველა სიტუაციაში, ასევე მას აქვს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც ახსა ის არის მონაწილეობის მიღება, რომ ბავშვს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ცხოვრების განსაზღვრაში და ამიტომ ჩვენ უნდა მოусმინოთ მათ და გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მათ ცხოვრებას ეხება და ბავშვს აქვს ასევე უფლება მისი იყოს განათლება, მიიღოს ხარისხიანი განათლება, მისი განვითარება მოხდეს, დაცული იყოს ის ყველანაირი ძალადობისაგან, ექსპლუატაციისაგან და ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს გათვალისწინებული ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც მთავრობა თუ პარლამენტი ყველა გადაწყვეტილებების მიმღები იღებენ და ამიტომაც მნიშვნელოვანი არის მოხდეს ანალიზი თუ თქვათ იღებს გარკვეულ პოლიტიკას, ხო, აწარმოებს მთავრობა ან პარლამენტი იღებს გარკვეულ კანონს ან ბიუჯეტის მიღება ხდება. ყველა ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია რომ მოვიაზროთ თუ რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არის თუ არა გათვალისწინებული ბავშვების საჭიროებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში და აი სწორედ ეს არის სახელმწიფოების პასუხისმგებლობას. პირველ რიგში რასაკვირველია, მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დაცული იყოს ბავშვთა უფლებები, რადგანაც ის არის ხელმომწერი ბავშვის უფლებათა კონვენციის, ასევე საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის და მათ პირველი მთავარი, ასე ვთქვათ, განმახორციელებელი კონვენციის არის ის გაეროს ბავშვთა ფონდი, რასაკვირველია ეხმარება მთავრობას, რომ დაიცვას ეს უფლებები და მოხდეს ამ უფლებების რეალიზაცია, როგორც კონვენციის, ასევე კოდექსით გათვალისწინებული უფლებების და ასევე ჩვენ მუშაობთ სხვა პარტნიორებთან. დიდი მადლობა, ქალბატონ ქეთისთან გადავალ მომდევნო შეკითხვით. რამდენად
იცავენ დღეს ბავშვთა უფლებებს, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია თუ არა სიტუაცია დღესდღეობით, როგორც მსოფლიოში, ასევე განსაკუთრებული აქცენტი მინდა საქართველოზე გავაკეთოთ და აი მთავარი გამოწვევა რა არის ამ მიმართულებით? დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მინდა მეც გადაგიხადოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. როგორც მაემ აღნიშნა, მთელ მსოფლიოში დღეს ვხედავთ ადამიანის უფლებების და მათ შორის ბავშვების უფლებების უკუსლას. უფრო და უფრო ნაკლები რესურსი იხარჯება მსოფლიოში იმაზე, რომ ბავშვის უფლებები და ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ამ რესურსების გადანაწილება ხდება სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მსოფლიო გახდა უფრო турბულენტური. ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკოლოგიური გამოწვევები, ის საომარი კონფლიქტები, თუ სხვა რაც ადამიანების ყურადღებას სულ სხვა საკითხებისაგან მიმართავს და ამიტომ ბავშვები უფრო ყურადღების მიღმარჩებიან და ამის რისკი, რა თქმა უნდა, როგორც მთელ მსოფლიოში ჩვენთანაც არის. წლევანდელი წლის თემა დღევანდელი დღის თემა მსოფლიოში არის სიღარიბე და სწორედ ამაზე მინდა ცოტა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რატო ვსაუბრობთ ამდენს ბავშვთა სიღარიბეს და რა არის ეს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე. ბავშვთა სიღარიბე ძალიან ესეთი სოციალური, ეკონომიკური ფენომენია, რომლის შედეგადაც მყისიერი, ხანგრძლივი და ზოგჯერ შეუქცევადი კიდევაც უარყოფითი გავლენა ხდება ბავშვზე. ამ პროცესი და ამ ფენომენის გამო ბავშვი შეიძლება რისკი იყოს, რომ მისი ჯანმრთელობა დაირღვეს, მან არ მიიღოს ხარისხიანი განათლება და ხომ იცით ამას შემდგომ რა მოსდევს, რომ მისი უსაფრთხოება არ იყოს დაცული და ასევე მისი რაც მთავარია, მისი ემოციური ჯანმრთელობას არ მიექცეს ყურადღება და ამიტომ არის მსოფლიოში და საქართველოში ამდენი ყურადღება ახლა განსაკუთრებით ახალგაზრდების ემოციურ ჯანმრთელობაზე. სწორედ სიღარიბე აქამდე ყოველთვის რაღაცნაირად ასოცირდებოდა ფულთან, ამ ფულის ნაკლებობასთან. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და ასე გაზომვა სიღარიბის, რამდენად მწირია ის რესურსი მონეტარული, რაც ოჯახს აქვს, მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ხარჯავს თუ არა ოჯახი ამ მწირ რესურსს იმ მინიმალურ საგნებზე, მომსახურებებზე, იმ სოციალურ კონტაქტების განვითარებაზე, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბავშვმა მიიღოს ყველა ის რესურსი, რაც მას აქცევს შემდგომ რაღაცა ძლიერ მოქალაქედ, ძლიერ ახალგაზრდას, რომელსაც როგორც მაემ აღნიშნა, შეუძლია შეიტანოს დოვლათი ქვეყნის განვითარებაში, თავისი ოჯახის და საკუთარი თავის განვითარებაში. ამდენად ეს არის მრავალკომპონენტიანი ფენომენი, სიღარიბე, სწორედ მისი განსაზღვრა, გაზომა, სწორედ ასე უნდა მოხდეს. იმ დანაკლისების საშუალებით, რომელიც განაპირობებს რისკებს, რომ ბავშვი დასულ ცხოვრებაში არ შეაბიჯოს მომზადებულმა. რის ხელეწიფება ეს? საკმაოდ კომპლექსური ამის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ნაწილდება სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი აქვს და ეს დახმარება, რომელიც მაგალითად საქართველოს დღეს არსებობს ბავშვებისთვის, ის ფულადი დახმარება, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, მდგრადი ფულადი ნაკადია, რომელიც ოჯახებს ვიცით რომ ეხმარება. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი სწორედ განათლება, ჯანდაცვა, სოციალური ბავშვთა დაცვა, ყველა ეს მომსახურება იყოს შემოწყობილი ბავშვის გარშემო და რაც მთავარია, თანაბრად იყოს შემოწყობილი საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში. ჩვენ ვიცით, რომ თბილისზე თუ ლაპარაკობთ, დიდ ქალაქზე თუ ლაპარაკობთ, აქ რესურსები არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ გავალთ მიღმა ავალთ მთაში სოფლად, მაშინ არის ადგილები, სადაც საერთოდ შეიძლება მომსახურება, სოციალურ მომსახურებას ვერ შევხვდეთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ განსაზღვროს რაღაცა მინიმალური ვის ვეხმარებით, ვინ არის ყველაზე მოწყვლადი ბავშვი და ოჯახი, როგორ და რანაირად ვეხმარებით, რომ აი ეს მინიმალური ყველგან იყოს და შემდეგ რა თქმა უნდა შესაძლებლობის მიხედვით მოხდეს მეტი და მეტი ძალისხმევა. და როდესაც საზოგადოებაზე ვსაუბრობ, მისი ყურადღებაც და მისი პრიორიტეტიც უფრო მეტად ბავშვი იყოს. აი ის გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნეთ, ოჯახი როგორ ხარჯავს რესურსებს, ხმარდება ის ბავშვის განსაკუთრებული ინტერესების დაკმაყოფილებას, კითხეთ ბავშვს რა ჭირდება მას, გავითვალისწინეთ თუ არა მისი უფლება მას გართობაზე და თამაშზე. ძალიან ხშირად გვავიწყდება ეს უფლება და მინდა აქ აღნიშნო, რომ ისეთივე სრულფასოვანი და თანაბარი უფლება ბავშვის უფლება გართობაზე, როგორც უფლება განათლებაზე, ჯანდაცვაზე და უსაფრთხო გარემოზე და ესეც მინდა რომ არ დაგვავიწყდეს და ბავშვის კეთილდღეობაზე თუ ლაპარაკობთ, ესეც მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აქვე გკითხავთ, თავად ბავშვმა თავისი უფლებების შესახებ რა ასაკიდან უნდა იცოდეს, რომ თუ
ატყობს რომ ირღვევა მოითხოვოს ეს იქნება მშობლისგან, სახელმწიფოსგან და ასე შემდეგ. მე მგონი ბავშვი სახს და ამ უფლებების გათვალისწინებით უნდა დაიწყოს. ერთ-ერთი რაც მთავარია, მშობელმა უნდა იცოდეს ეს უფლებები პირველ რიგში. არ არის აუცილებელი სიტყვით უთხრა ბავშვს შენ გაქვს უფლება ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, მონაწილეობაზე და პრინციპის, ხო? ანუ ყველა გადაწყვეტილება, რაც კი ოჯახს ეხება, რაღაცა ფორმით, იმ ფორმით, როგორც ბავშვს შეუძლია, უნდა ჩაირთოს ბავშვი, მისი ხმა უნდა გაგონილი იყოს და მოსმენილი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად იზრდება ბავშვი, შეიძლება უფრო ესეთი ღიად ვესაუბროთ ამ თემაზე და პირდაპირ ამ სიტყვებით და სკოლაში ისწავლება კიდევაც ბავშვის უფლებები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ როგორ იქცევა ბავშვი, როდესაც მისი უფლებები ირღვევა. ვიცით თუ არა ამის შესახებ და გაეროს ბავშვთა ფონდი ყველაზე აი ჩვენ ახალ პროგრამაში, რომელსაც ვიწყებთ 2026 წლიდან, ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევს, რომ იცის თუ არა ბავშვმა ის გზები, როგორ მოითხოვოს თავის უფლებების დაცვა, თუ კი თვლის, რომ ეს უფლება დარღვეული იქნება. არსებობს ცხელი ხაზი, ვთქვათ 111 სადაც შეუძლიათ არეკოს სახალხო დამცველის ოფისს მიმართოს და ვთქვათ აი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქონდეთ. რა თქმა უნდა. რა საკვირველია.